დონალდ ტრამპის განცხადებების შეფასებების თემა თბილისის პოლიტიკურ სპექტრში საპარლამენტო უმრავლესობის თქმით გეოპოლიტიკურმა პროცესებმა და ამერიკის გაცხადებულმა პოლიტიკამ წლების შემდეგ აჩვენა, რომ ქართული ოცნების პოზიციას ალტერნატივა არ ქონდა. უმრავლესობის ლიდერები განმარტავენ, რომ მსგავს განცხადებას, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მმართველი პარტია წლების წინ აკეთებდა. სახელმწიფო გუნდის თქმით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ მათი გზავნილები გეოპოლიტიკის სწორი ანალიზით იყო ნაკარნახები. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ კონკრეტული გზავნილების მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ქართული ოცნების პოლიტიკური დღის წესრიგი ერთმანეთს არანაირად არ ემთხვევა. განცხადებაში რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით ბატონ დონალდ ტრამპს, მაგრამ რაც შეეხება მიზანს და დღის წესრიგს, მე ხმად წამს და ეს აშკარად გახლავთ, რომ ტრამპის მიზანს წარმოადგენს სამართლიანი მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინაში, რაც ნამდვილად არის ასევე ქართული ხალხის სურვილით და ნებაც. ქართული ოცნების კონკრეტული გზავნილი თუ რომელიღაც კონკრეტული გზავნილს ემთხვევა, იმას არ ნიშნავს, რომ ირანის და რუსეთის მოკავშირე ივანიშვილი არის იგივე პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე, რაც არის ამერიკის თუნდაც ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკური დღის წესრიგი პირიქით. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით, რომ ამერიკისადმი მტყულად განწყობილი ქვეყნების მოკავშირე გამხდარიყო საქართველოს. სრულიად დასავლეთს აქვს აღიარებული ფაქტი, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ არ იყო პროვოცირებული უკრაინის მხრიდან და ომში აგრესორი არის რუსეთი და აქცენტები როდესაც კეთდება საქართველოსაც, მათ შორის 2008 წლის ომის ჭრილში, ეს არის მნიშვნელოვანი მოცემულობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ რუსეთი აღიარებულია როგორც ტერორისტულ სახელმწიფო. შესაბამისად, ნებისმიერი სიმპათიები ამ შემთხვევაში განცხადებებზე რუსეთის აგრესორის კვალის დაფარვის მიზნით შედეგის კუთხით უნდა გავზომოთ და შედეგი საქართველოსთვის დამერწმუნეთ არ იქნება კარგი იმ შემთხვევაში, თუ ამ რიტორიკამ ასახვა პოვა შედეგში. ჩვენ თავისთავად ამ ომის დაწყებიდან პირველივე დღიდან საუბრობდით იმაზე, რომ ომის არიდება იყო თავიდან აუცილებელი და ის რაც ვერ შეძლო უკრაინამ, ან არ გააკეთა, ეს გააკეთა საქართველომ და ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ იმ გამანადგურებელ ომს, რომელიც დიდი ალბათობით გვემუქრებოდა. ამავდროულად, რაზეც დონალდ ტრამპი საუბრობს, ესეც სხვადასხვა ფორმით არაერთხელ გამოჟონილა აღნიშნული ინფორმაცია, 350 მილიარდი და ის დახმარებები, რომელიც ომში მოდიოდა, თუმცა მათვე აქვთ ეჭვი კონკრეტულ კორუფციულ ნიშნებზე და თავად უკრაინაში ზელენსკის მმართველობა, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ ადამიანი, რომელმაც გააუქმა ტელევიზიები, გააუქმა ოპოზიციური პარტიები, ფაქტობრივად ჩაახშო სიტყვის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ ომი მიმდინარეობდა და რატომღაც ერთი მეორეს ყვებავდა, რომ ეს ომიც ფაქტობრივად იმიტომ არ სრულდებოდა, რომ შესაძლოა გარკვეული პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა ეს რიგი ადამიანების, რა თქმა უნდა, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. პრეზიდენტ ტრამპის მთავარი საზრუნავი არის deep state-ის დამარცხება და ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა. ის რაც მსოფლიოში ხდებოდა ომები, თუნდაც ავიღოთ რუსეთ-უკრაინის ომი, ეს შემთხვევითი პროცესები არ არის. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ქმედებები, რის შედეგადაც უკრაინა ძალიან დაზიანდა და დაზარალდა, უმძიმესი კატასტროფული მდგომარეობა არის, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, განადგურებულია ქალაქები, სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, არ ვიცი, ამაზე მძიმე და კაცობრიობისთვის იმაზე მძიმე, რაც არის ომი, რა უნდა იყოს წარმოუდგენელი. შესაბამისად, მიმდინარეობს ეს პროცესები და საქართველოშიც არ სიამოვნებთ და არიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ მათ პატრონები მარცხდებიან და რა თქმა უნდა რადიკალიზმი, ბოროტება ყოველთვის დამარცხდება, სადაც არ უნდა იყოს, გინ საქართველოში, ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.